ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ, ნებით თუ უნებლიე თქვენ მოხდით ქურუმი ქალის ტაროზე. თე არის თქვენს წინაშე და მას ძალიან უნდა როგორც ყოველთვის სასარგებლო და სასიამოვნო შეარწყას ერთმანეს და გამოვიდეს ის, რის გამოთაც ვიღწვი მე მთელი ეს წლებია. თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის. თუ საჭირო გახდა, სხვებსაც გადაუნაწილეთ, თუ თქვენ ჩათვალოთ საჭირო. საქმე ეხება იმას, რაც ყველას გვაღელვებს. მეტნაკლებად შეიძლება უფრო ითქვას ხშირ-ხშირად. მოკლედ ეს არის ჩვენი მატერიალური შემოსავალი 2 მეთოდს გასწავლით და ძალიან საყვარელ და თქვენ რომ თვლით ისეთ საჭირო ადამიანებს, ვინც ღირსნია, აუცილებლად გადაუზიარეთ. ერთი პირობა გაქვთ მხოლოდ არა გამახვილოთ სხვა რამეზე ყურადღება და მისმინეთ სულ რამდენიმე წუთი. შეგიძლიათ ფურცელი და პასტაც მოიმარჯოთ და თუ საჭირო გახდა რაღაცები ჩაინიშნოთ. მას ასე არ იკითხოთ როგორ საიდან რატო როგორ მუშაობს ეს მეთოდი ღმერთო გამოძიებები არ ჩართოთ უბრალოდ მიენდეთ გულისხმას მიენდეთ ქურუმქალს და მიენდეთ მის უზენაესობა სამყაროს. რა არის საჭირო ამისათვის? ჩემო ძვირფასო ადამიანებო აღნიშნული მეთოდი ნომერი პირველი რომლითაც ვიწყებ არის ფორთოხალზე მთლიანად მიბმული. რა გევალებათ? უნდა გქონდეს ერთი ფორთოხალი. რა ვიცი, მე მეტი ზომის ვერ მოვახერხე და ვერსად ვერ ვნახე, იმედია შემინდობთ და მინდობთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის კარგად გულ უნდა გავრეცხოთ. გარეცხილი ფორთოხალი წარმოიდგინეთ დადევით მაგიდაზე და იმ ხელით რომლითაც ხშირად მოქმედებთ, გულისხმობ ასეთ შემთხვევაში რა ვიცი, ვიღაცა მემარჯვენეა, ვიღაცა მემარცხენია, ანუ მე მემარჯვენე ვარ და ჩემი მარჯვენა ხელი, ეს წარმოიდგინეთ არის სუფთა გადაწმენდილი მაგიდა და ვატრიალებთ აი ესე. ხო წარმოგიდგენიათ? რა საკურველია? ვამბობთ აი ესეთ სიტყვებს. ფორთოხალო, იტრიალე. აქვე ვამბობთ სახელს, თეას ფული მოუტანე, დიდი და კიდევ უფრო დიდი. სამჯერ დავატრიალებთ, მე სამჯერ ვამბობ ხოლმე. ვისვისაც გინდათ იმის მიხედვით, ხა შეიძლება ვიღაცას უნდა სხვას კონდეს ფული, უფრო აწყობს მეუღლის ფული, ან მამიკოს ფული, ან შეყარებულის ფული, ან შვილის ფული, რა ვიცი, ვისთვის როგორ სახელის ადგილზე აუცილებლად ჩართეთ ჩემი სახელი ვთქვი მე, ვიღაცა ჩაფიქრებული ადამიანის სახელი თქვა. რასაკურველია ვფურცქნით ამ ჩვენ ძვირფას ფორთოხალს. მისი კანი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვანაირად. ვიღაცა გადააგდებს, ვიღაცა რაღაც ისეთ ზეთში მოხალავს, ვიღაცა არომატიზირებულად შემოინახავს, ვიღაცა ამის ჩირებს გააკეთებს. ყოველ შემთხვევისათვის ეს თქვენზეა დამოკიდებული, რაც შეეხება შიგ თავს. აი ეს შიგ თავსი კი უნდა შეჭამოს მან, ვის სახელზეც რა გაკეთებული, მე ჩავიფიქრებ და მე შევჭამ, ქმარზე ჩაიფიქრებ. ხაზგასმით ვამბობ მე რომ არ იყოს ბევრი შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ რომ თქვა თქვენ საყვარელ ქმარ ლევანის, ომარის, ან კიდე ბექას კონდეს ფული. ბევრი ფული და კიდევ იმაზე ბევრი ფული. მოდი კიდე ერთხელ გავიმეორებ, ფორთოხალო იტრიალე, ფული მოუტანე სახელი, დიდი და კიდევ უფრო დიდი. მოკლედ, მივხვდით ხო ასეა. გადავიდეთ მეორე თემაზე, წარმატებებს გისურვებთ. ეხლა ახსნათ მეორე ვერსია, ისე და ისე ფული შემოსავალი, ამას უკვე სიმარონის მეთოდი ქვია. შეიძლება ჩაგაგდოთ მოულოდნელ მსუბუქ და სასიამოვნო შოქში, მაგრამ არ იკითხო, როგორ მუშაობს თეა? არ დამაყაროთ კითხვები, უბრალოდ დაიჯერეთ, რასაც გეუბნებით. ამისათვის საჭირო არის თქვენი საფულე. ჰალეი ხოპ. და აუცილებელი არის რამე ნებისმიერი სატენი, რომელიც ელექტროენერგიას უერთდება, ეს იქნება ტელეფონის, ეს იქნება ყურცესმენის, ეს იქნება საათის, ეს იქნება ლეპტოპის, რა ვიცი, რაც გინდათ, სატენი, მოკლედ, რომელიც დენის წყაროში შებრძანდება. ავიღებთ ჩვენს ძვირფას საფულეს, ესეთი მეთოდით, აი თითქოს ესე შევდებთ. არ გაგეცინოთ, არ გაგეცინოთ, ასლოს რაფერს არ ვამბობ. ეს მსოფლიოს აპრობაცია. აი ესე მითო მიტენება რაღაც ტელეფონი. რატო არ ჩერდები? გგონია რომ დავნებდები არავითარ შემთხვევაში. აი ასე შეერთეთ დენში და ღამე დატოვეთ. არ ვიცი, საიდან ეს ეგრეთ წოდებული მარცხენა ფული, იგივე ლევი ფული საიდან შემოგივათ, როგორ მოხდება თქვენს საფულეში ისეთი რაღაცეები, რაღაცა რა უნდა მოხდეს ახლა კუბიურ რა უნდა იყოს, ვიღაც
ვიღაცისთვის მწვანე, ვიღაცისთვის იასამნისფერი, ვიღაცისთვის ეროვნული ვალუტა, ხო არა ხარ წინააღმდეგი, ნუ ყველა ვარიანტში ის მეტს გაგიზრდით, ვიდრე აქამდე გქონდათ, ოღონდ მართლა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ყველა თქვენი სამყარო ახდეს, ოცნება, მარტო არა, რწმენა, უპირველეს ყოვლისა, მე კიდე მჯერ რომ ძალიან გიყვარვართ თუ არა, ცოტა მაინც პატის მცეთ, მე კი ყველანი ძალიან მიყვარხართ ჩემი ჰეითერებიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაქვს უკვე ამის ძალა გამომძმეველი, ვისაც მადლობა უზენაეს. და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მე მზადა ვარ და გეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში, მომმართეთ, დარეკეთ, ვაკეთებთ პრაქტიკებს, სასიყვარულოსაც, კეთილმაგიასაც, არ უპირველეს ყოვლისა კონსულტაციები ცოტა ისე მიმდინარეობს. მომწერეთ, გადასარევად იცით, სად უნდა ვნახოთ, სად უნდა დამიჭიროთ, სად უნდა, ასე ვთქვათ, მომმართოთ და როგორ უნდა მომმართოთ. ბევრს აღარ ველაპარაკებ, წარმატებას გისურვებ და აი უცებ გამახსენდა, ეხლა რა უნდა დაწეროთ კომენტარებში, რა საკვირველია მადლიერება, ვინ რა ფორმითაც გინდათ. თუნდაც გადაუზიარეთ სხვებს, ეს უფრო დიდ მადლად შეგეძლევათ და მოკლედ გააკეთეთ რა. მე ვიმუხტები სასიკეთოდ ეგეთი მოდი ფრაზა ავიღოთ, ისეთი როგორც იტყვიან ხოლმე case word-ი. ანუ რუსულად კარგად ითქმება, სიტყვა გასაღები მოკლედ. რა მნიშვნელობა მე და თქვენ ხო გოცოდინება და სხვა დანარჩენი საჭირო არ არის. მიყვარხართ კოსმიკ ეფერებით მომავალ შეხვედრამდე და ველოდებით თქვენს აქტიურობას. შემეხმიანეთ.